მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს თქვენი ბევრი თხოვნის მერე მოვიფიქრე როგორი ფორმატი შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ იმისთვის, რომ თქვათ, ზოდიაკების ნიშანზე გავაკეთოთ გაშლით, რომ ნამდვილად ყოველთვე რომ გავაკეთო გაშლა ყველა ნიშანისთვის, ძალიან ბევრი დრო მიაქვს მაგას და არა მაქვს ნამდვილად ამდენი დრო, ამიტომ მოვიფიქრე ასეთი ფორმატი, რომ ჩვენ პირველ რიცხვში გავაკეთებთ აი ასეთ გაშლას იმ ნიშანისთვის, ვისიც არის თვე. და ისე მოხდა, რომ ეხლა ეს დღეს არის 1 აპრილი, ვინც უყურებს ეხლა და დაიწყო, რა თქმა უნდა, აქ ყუროების უფრო აპრილი ხა ჯერ კი არ არის, მთლად ყუროების ჯერ არის კიდე ვერძების, მაგრამ მაინც აპრილი ჩემი თვეც არის, მეც ვარ ყურო და ვიფიქრე, რომ აი გავაკეთე ასე პროგნოზი ის არის, რაც უნდა ჩვენ მივაქციოთ ყურადღება, ხო, რაც უნდა ჩვენ ახლა შევხედოთ, თქვა, როგორ რანაირად განვითარდება სიტუაცია და ამიტომ დავიწყოთ ჩვენ ყუროებზე. თუ არიან ვერძი აქ ბევრი და ახლა დავუშვათ, რომ დავინახოთ თუნდაც 1-10 კომენტარი ვერძების, რომ აი ვერძი ვარ, თქვენთვისაც გავაკეთებ აუცილებლად, არ დამესარება, მაგრამ ვიცი რომ ყუროები ბევრი არიან და ამიტომ გავაკეთოთ. ეხლა ეს იქნება როგორი ფორმატით, ასე პირველ რიცხვი ყველათვის, აი ასე გავაკეთოთ ჩვენ ასეთი გაშლა. იმედია რომ მოგეწონებათ, ხო? ესე იგი პირველ რიცხვში ვიღებ მაღალ არკანებს, მაღალ არკანზე მინდა მთელი აი მთავარი ენერგია ვნახო და მერე უკვე ჩვენ ყველა სფეროს მივხედავ სამსახური, რა თქმა უნდა, რა შეიცვლება, თქვა, ანუ რას გვეტყვის ჩვენ ტარო, ვნახოთ ჩვენ, რა თქმა უნდა, ფინანსური მდგომარეობა, ვნახოთ ჩვენ ურთიერთობა თავის თავად და პლუს კიდე ვნახოთ თქვენ აი რამდენად აქტიურობა ჩაერთობა თქვენი ამ პერიოდში. იმიტომ რომ ეს არის როგორც ისეთი საერთოდ დაბადების დღე, ეს არის იგი აი თქვენი პერსონალური ახალი წელი. ამიტომ ეს არის ესეთი პროგნოზი, რომ აი რა დინამიკა იქნება თქვენთვის, ხო, როგორ შეიძლება თქვენი სტატუსები, შეიძლება საზოგადოებრივი თქვენი ცვლილება როგორი იქნება, ეგაც ვნახოთ ჩვენ. და რამდენად შეიცვლება თქვენი, თქვათ, სტატუსი არა, თქვენი სივრცე, თქვენი საზოგადო, თქვენ სადაც რეალებ, თქვა და რა თქმა უნდა ვკითხოთ ჩვენ რჩევასაც. ეხლა პირველი და მე მომწერეთ კომენტარებში, რამდენად მოგეწონათ ეგეთი ფორმატი. პირველი მაღალი არკანი მინდა რომ ვნახო, რომელიც იქნება ჩვენთვის ენერგიის განზომილება ან იგივე აქ არის ჩემო სწავლების უსაყურადღებო, ეს არის მეხუთე ჯვარი. ვიცით ჩვენ ეს რას ნიშნავს, მეხუთე ჯვარის ენერგია. თან დააკვირდით, რათან გაგვეთიქსრო ვატარებ, თან დააკვირდით, რომ უკვე განზომილება და მერე უკვე არის მეხუთე არკანი. კარგი, ძალიან საინტერესო არის, ეხლა ამას ავხსნი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ეხლა კითხვებით დავუსვათ, ხო? კითხვებით დავუსვათ. სამსახური, ჩვენი თვითრეალიზება, ხო, რა მოხდება ამ სფეროში, ესეც ვნახოთ, აუცილებლად რა შეიცვლება. ვნახოთ ჩვენ, და პერიოდს ვიღებ, როგორ იცით, პრინციპში, ან თქვენთვის შეგიძლიათ აიღოთ როგორიც გინდათ ეს პერიოდა, შეიძლება даже 1 წლის განმავლობაში როგორ იქნება, შეიძლება 1 თვის, შეიძლება 3, ნახევარი წელი, თქვენ როგორც გინდათ, რა ისე აიღეთ ეს პერიოდი რა. შემდეგი ვნახოთ ჩვენ ფინანსური მდგომარეობა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. შემდეგი, ფინანსები, რესურსი იგივე, ხო, რა რესურსებით იქნება თქვენ. კიდე ვნახოთ ჩვენ ურთიერთობა, ხო, ურთიერთობა, ავიღოთ, ეს ჩვენი მესამე კითხვა. ვნახოთ რამდენად იქნება, რამდენად მოძრავები იქნება, აქტიურები რამდენად იქნება თქვენ, რამდენად დინამიკური იქნება თქვენი ცხოვრება, რა შეიძლება თქვენ ურთიერთობის
სფეროში. და ვნახოთ, ну, რა თქმა უნდა, ავიღოთ უკვე რჩევაც, ხო? всё, დავიწყეთ რაღაცა მხიარულობა. ну, რას ნიშნავს ახლა ამ შემთხვევაში თქვენი ენერგია? ну, ეს ენერგია არის ჰარმონიის ენერგია, რა თქმა უნდა, ყველაფერი აბსოლუტურად იქნება ჰარმონიზირებული რა, ანუ წავა თავისი გზით, ყველაფერი ნამდვილად იქნება, როგორ იცით, აი თუ დაუშვათ რამე გქონდათ პრობლემები, თქვენ მაქსიმალურად შეიცდებით, რომ მაგას გაუმკლავდეთ. აქ არის ისეთი პერიოდი, როცა შეიძლება აი ძალიან წავა თქვენი განვითარება, შეიძლება არ გამოვრიცხავ იმას, რომ ან თქვენ თვითონ ვინმეს ასწავლეთ და გადასცემთ ცოდნას, ან შეიძლება ადამიანები თქვენგან რამეს ისწავლიან. ეს არის ენერგია, როცა შენ აი არ გეჩქარება, ანუ როგორ არის, იცით, ხა რო ყოფილიყო მეხუთე არკანი, ხო? აქ იქნებოდა უფრო, ну, იციან, როგორც ჩემმა მოსწავლეებმა, ცოტა როცა ადამიანისთვის უფრო ტრანსფორმაციული ტემები წამოვიდოდა. ეს არის ტრანსფორმაცია, მხოლოდ სულიერი ტრანსფორმაცია, რა, ძალიან ისეთი, ასე ვთქვათ, უფრო სასიამოვნო, როცა რასაც შენაკეთებ, ყველაფერი გსიამოვნებს, იმიტომ რომ აქ ადამიანი უკვე განიკურნა, უკვე იცის რას აკეთებს და უკვე, ანუ დროს უძღვნის იმას, რას მას სიამოვნებს. რა თქმა უნდა, მე-14 ენერგია, ეს არის ენერგია მოთმინების, იმიტომ რომ შეიძლება ის საქმეები, რომელსაც თქვენ გააკეთებთ, მონოტონური იქნება, ანუ ვაკეთებ, მაგრამ მე მსიამოვნებს, რასაც მე ვაკეთებ. აი ესეთი ენერგია არის კი. აი აქ მიდის როგორი სიტუაცია, იცით, შეიძლება იყო თქვენ გქონდათ ალბათ რაღაცა პროცესი გაჩერებული, შეიძლება თქვენ აქ ანუ ბევრი იყო სხვათა შორის ისეთი მომენტები, როცა თქვენ თქვათ ნერვიულობთ, ზოგ შეიძლება აქ ურთიერთობაზე გქონდათ პრობლემები, რომ თქვათ დაასრულეთ ურთიერთობა, რომელიც მტკივნეული იყო, აქ შეიძლება საქმე თუნდაც რაღაცა იყო შეჩერებული, ხო, და თქვენ ახლა არ მიდიოდა საქმე ისე, როგორც თქვა თქვენ გინდოდათ, მაგრამ აქ რაღაც ახალ პერიოდზე გადადიხართ. ამას ყველაფერს ტოვებთ თქვენ უკან და აქ ნამდვილად ბევრი გექნებათ სამუშაო, შემიძლია გითხრათ. და ამ პერიოდზე თქვენ ბევრი დრო დაუწმეთ. კი, ეხლა ახალი გზა იწყება, კი ბატონო. ну, ნახოთ, ეხლა ეს ახალი გზა რა იქნება, ხო? პირველი, ანუ ფინანსები, რა შეიცვლება ფინანსურ მდგომარეობაში, შეიცვლება და ძალიან შეიცვლება, ხო? იმიტომ რომ თქვენ აქ ნამდვილად რაღაცა განახლება მოდის რა. ეს ორაკული არის და ამიტომ და მაღალი არკანი არის, იუსტიცია არის და აქ ნახეთ, ესეც საინტერესო არის, რომ აი შეიძლება რა არის, ანუ აქ შეიძლება შეცვალოთ რამე სამსახური შეიძლება აქ იყოს, ანუ დაკანონება, მაგრამ აქ კიდე რა მომდის, იცით, განახლება. აი დაუშვოთ თქვენ გქონდათ რაღაცა, თქვათ, ცოდნა, რამე ცოდნა გქონდათ და თქვენ ეხლა თქვათ დიდი ხანია ამ ცოდნას არ იყენებდეთ ისე, როგორც თქვათ, ну, საჭირო მო. ანუ вообще საერთოდ ხო არის ზოგჯერ თქვათ, რომ აი კი ადრე ვისწავლე, მაგრამ არ ვიყენებდი რა, რაღაც ეს ცოდნა არ მჭირდებოდა, თქვათ, ან იმდენად არ მჭირდებოდა, რომ თქვათ, ახლა ძალიან გამომიყენები. აი ეს არის ესეთი პერიოდი, რომ შეიძლება გამოიყენოთ ეს თქვენი დავიწყებული გავანახლო რა, სწორედ ამბობ. ხო, განახლება მოხდება და ნამდვილად ეს იქნება, როგორ იცით, აი ძალიან კარგი და ძალიან სწორი ნაბიჯი იქნება თქვენთვის. იმიტომ რომ აქ ნახეთ გოგო დგას, ახალგაზრდა და იყურება სარკეში, აქ რაღაცა, ну, უფრო მობერებული სახე აქვს. ანუ გავანახლე ის რა, დავიწყე შეიძლება ის, რაც ადრე არ ვაკეთებდი, ან რასაც მე ვფიქრობდი, რომ გავაკეთო, მაგრამ რაღაცა კაი ხანი მაგას არ ვკიდებდი ხელს რა. ესეც შეიძლება იყოს აქ, რასაც ეხება სამსახურს რა. იმიტომ რომ ან კიდე ნახეთ,
მაგრამ ეს უფრო მომდეს რა, რომ შეიძლება ძველ სამსახურში დაბრუნდეთ, მაგრამ როგორ იცით, აი კიდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცა თემა გაინტერესებდათ, რაღაცაზე მუშაობთ, მაგრამ უფრო მეტი დაუმატეთ კიდე რაღაცა ახალი მაქვს თემას, ხო? ნუ სამსახურებრივი ხო ვიღებთ. ან მოგეუბნებით დიპლომის შეიძლება რაღაც გქონდა თქვენ, სადღაც იდო არ იყენებდით, ეხლა ამ პერიოდში გამოიყენებთ და ეს თქვენ ეხლა დაგეხმარება ძალიან რა ეს. კი, აი რაღაცა გამოდიხართ, აქ თითქოს როგორ არის, დიდი ხანია ნამდვილად, ნუ ახლა რა თქმა მეტი დამატება, რაღაცას აქ გინდოდათ რაღაცას კეთე, მაგრამ შეიძლება გეშინოდით, აი არ ვიცი როგორ იქნება, რანაირად იქნება, გამომივა, არ გამომივა, შევძლებ, არ შევძლებ, მაგრამ აი ნამდვილად იტყვი და რატომაც არა ძალიანაც მაგრად შევძლებ და აი ახალი ენერგიით აქ ნახოთ როგორი გვერდხების დედოფალი არის კი ახალი ენერგიებით შეუდგებით მაგ საქმეს და ეს შიშებიც ეს დაბრკოლებები ეს ყველაფერი წავა აქაც ნახეთ აი ძალიან როგორ ერთნაირად არის არკანები აქაც გოგო ზის ნახეთ ახლა ხელფეხი აქ შეგრული და აქ უკვე თავისუფალია ანუ მე გამთავისუფლდი და მე შემიძლია ვაკეთო ის რაც მე მინდა შეიძლება სხვათა შორის ზოგს ახლა ანუ დაუშვათ საჯარო სამსახურში იყავით და გადაწყვეტილება მიიღეთ რომ არა მე მინდა უკვე იქ არ მაწყობდა მე აი მაგალითად 22-ში დაბადებულების სიტყვაზე ხო ესეც ანუ ვერ იტანენ თქვათ ანუ 21 22 23 ანუ ესეთი ენერგიები აი მე-10 ენერგია ხო ანუ ვერ ვიტანთ იმას რომ საერთოდ შეზღუდვა რო იყოს და ახლა ავდექე და თქვათ გადაწყვეტილება მივიღე და ჩემი საქმე გავაკეთე ჩემი საქმე შევქმენე ხო ხდებით რომ სადაც მე თვითონ ვმართავ მე თვითონ ვარ უფროსი უმცროსი და ყველაფერი რა აი ეს მომენტიც შეიძლება იყოს აქ სხვათა შორის დააკვირდეთ ვინც ენერგიები ჯერ არის თქვენი დაბადების შეგიძლიათ ნახოთ მარატონი კიდე მარატონი ხო ჩავატარეთ ჩვენ სამდღიანი ენერგიებზე და დაუშვათ ახლა ან არ იცოდეთ ან არ გქონდათ დრო ან რაღაცა მიწერეთ ჩემს დამხმარ ჯგუფს და მოგცემენ საშუალებას რომ თქვენს ეს 3 დღე ნახოთ იმიტომ რომ ჩვენ ეგ ლაპარაკობთ ზუსტად ნიჭზე ზუსტად ლაპარაკობთ ფინანსებზე ურთიერთობის კარმაზე ძალიან საინტერესო იყო და ამიტომ შეგიძლიათ გაიცნოთ რა რაც ეხება ფინანსები და რესურსები აი აქ თითქოს მიდის თქვენი ცხოვრებიდან აი ეს პერიოდი როცა თქვენ ნერვიულობთ აი აქაც არის ცხრიანი აქაც არის ცხრიანი ხმალების ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ხო ხა პერსპექტივას ვუყურებთ პოზიტიური რა შემოვა რა თქმა უნდა იცით თქვენ ჩემი განწყობა ამიტომ თუ თქვენ რამე პრობლემები გქონდათ ხო აი აქ ფინანსური მაჩვენებ ფინანსური პრობლემები წავა თქვენი ცხოვრებიდან ნამდვილად, იმიტომ რომ ფინანსური პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთოდ ყუროებისთვის, ჩვენ ძალიან მატერიალისტები ვართ, ხო? ანუ თითქოს ნახეთ მაჩვენებენ რომ ძალიან აი რაღაცა გზა გამოიარეთ თქვენ ძალიან აი როგორ იცით როცა აი всё ყველაფერი დავკარგე აი ფული სად არის მაგრამ ცდილობდით მაქსიმალურად რომ თქვა დაგემშვიდებიეთ თავი მაგრამ შეიძლება ეს პერიოდი არაერთხელ მეორდებოდა თქვენ ცხოვრებაში და იმიტომ რომ რაღაცა პერიოდები ხო ახლა ყოველთვის ხო არ არის ისე რომ თქვა სულ მიდის და კარგად გაქვს ხო აქ რაღაცა მომენტები შეიძლება იყოს რომელიც თქვენთვის იყო ძალიან რთული მაგრამ თქვენ აქ ფიქრობდით იმაზე რომ რა გავაკეთო კიდე იმისთვის რომ დაუშვათ გავაუმჯობესოთ ჩემი ფინანსური მდგომარეობა და აქ სხვათა შორის რაღაცა მოიფიქრეთ თქვენ ან დაუშვათ ვიღაცა წავიდა და რამე ისწავლა იმისთვის რომ აი როგორც გითხარით რომ აი აქაც სამსახურზე ხო არის აქ თემა რომ თქვათ ახალი თქვენი რამე გახსნით ან გამოიყენეთ თქვენი ან გინდათ რომ ისწავლოთ სხვათა შორის შეიძლება ისწავლოთ რამე და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა თქვენ მოგიტანთ ძალიან კაი ანაზღაურებას გოგოებო ვინც ხართ აქა ჩემთან ეზოტერიკოსები და ვინცაც თქვენ კიდე გააქვთ ის მომენტი რომ არ ვიცი დავიწყო არ დავიწყო ვის ჭირდება რამდენი არიან დაუშვათ აი პირველ რიგში იცოდეთ რომ სულ მაგას ვამბობ სულ ვეუბნები ჩემოსწავლებს ყველა თქვენთაგანი ვინს მოკიდათ ხელი თემებს რომ აი დამხმარე პროფესია აერჩია თუნდაც ამიტომეთის როცა ეს ეხება სულს ხო ადამიანის განვითარებას
თქვენი ცოდნა აი იმ დონეზე, რა დონეზეც გაქვთ დღეს, სჭირდება ვიღაცას. ნუ ფიქრობთ, რომ ის არის ვიღაცა ჩემზე მაგარი, ეს ჩემზე ისა. არა, ყველას ყავთ თავისი მიბარებული სულები. იცოდეთ და თქვენ სჭირდებით ტყვილა არ მოგივა თქვენ ეს სურვილი, რომ მე ხა ტარო ვისწავლო, მე ასტროლოგია ვისწავლო, მე თქვა ახლა ფსიქოლოგია ვისწავლო და ასე შემდეგ. არ არის ეს ტყვილა, ეს მოსული. სჭირდებით. უბრალოდ მთავარი არის ის თქვენ როგორ გასცემთ ამ თქვენ ცოდნას, რომ უნდა იფიქროთ ყოველთვის, რომ ეს ესეთი პროფესიები ადამიანები როცა მოდიან, ადამიანებს როცა სჭირდებით, არავინ არ მოვა დალაგებული თქვათ, რომ აი მაგარი ცხოვრება მაქვს და მითხარი რატო ვარ მილიონერი? არა. ან რატო მაქვს ესეთი გადასარევი ურთიერთობა მიშველე რამე, ხო? ადამიანები ჩვენ ვართ სულის მკურნალები, ხო? გინდას ფსიქოლოგი, გინდას ახლა საერთოდ დამხმარე პროფესიის ადამიანები, იმიტომ რომ და ამიტომ ეს ცოდნაც უნდა გქონდეთ მართლა მაღალ დონეზე. კი ბატონო, მაგრამ ის ცოდნა რა დონეზეც გაქვთ თქვენ დღეს, მაგ ცოდნაზეც მოვლენ ადამიანები და საერთოდ ახლა კურსი არა, ეს არის ტრენინგი რა და ეს ტრენინგი ნამდვილად გამოადგება ყველას, ვინც მუშაობს აი ასეთ სფეროებში რა ადამიანებთან, იმიტომ რომ ურთიერთობა ყველაზე უმთავრესი თემაა და რა თქმა უნდა იცოდე შენ თვითონ რა ამ თემაზე რამე რომ სხვაებს რო ურჩიო და ამიტომ ბევრ ტექნიკებსაც მოგდენ, ბევრ თეორიას იქნება, რა თქმა უნდა აგიხსნით რატო როგორ და ვინც მუშაობს ადამიანებთან, ანუ თქვენთვის არის აი მე ვთვლი რომ ძალიან მაგარი იქნება რომ ეგეთი ტრენინგი გაიარო. მე სულ გავდება ეგეთ ტრენინგებს, იმიტომ რომ ერთი რო თქვა ცხოვრებისეული გამოცდილებაა, მეორე როცა შენ კიდე რაღაცას ადამიანებისგან ვინც უკვე შენზე წინ რაღაცა გზა გამოიარეს, იმათგან აიღო მათი გამოცდილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ნუ რა თქმა უნდა, შენ თუ სრულყოფილად კიდე დაეხმარო, ნუ პირველ რიგში შენს თავს დაეხმარო და მეორე უკვე დაეხმარო იმათ, ვინც შენ მოგმართავს. აი ეს არის ჩემი ასეთი მესეჯი თქვენთან, ვინც მუშაობ და რა თქმა უნდა, მე ახლა აი რო გეუბნები მილიონ რაღაც კურსებზე რო დავდევარ და პლუს კიდე მე თვითონ გავდევარ ჩემ ცხოვრებას, ეს არის ყველაფერი ჩემი ცოდნა მოგროვილი იმისთვის, რომ თქვენ გადმოგცეთ, რომ თქვენს გამოიყენოთ პირველ რიგში თქვენთვის და მეორე კიდე თუ დაჭირდება სხვებსაც, რომ ურჩიოთ ის, რაც არის საჭირო, ასე ვთქვათ. კი ბატონო. და ამიტომ აქ არის ახალი პერიოდი გეწყებათ ნამდვილად წინსვლა და ასე შემდეგ. ნუ ფინანსური მდგომარეობა ცუდი არ არის, მაგრამ გეუბნებით აი აქ ზუსტად განდეგელი აგერ ზის და მეპარება ეჭვი. არ ვიცი დავჭირდები თუ არა. აქ გეუბნებიან დაჭირდები აგერ ხმალების არის აქ ტუზი და სამიანი არის აქ კვერთხების, ნუ ვისაც აინტერესებს. კი ბატონო, ახლა შემდეგი ვნახოთ ჩვენ კითხვა ურთიერთობას რაც ეხება. ურთიერთობაშიც ახალი პერიოდი გეწყებათ. აი ხო გეუბნებით სულ რაღაც ახალი წელი, ახალი პერიოდი. ახალი წელი, ახალი ვიღაცას ექნება ნამდვილად ახალი გაცნობა. შეიძლება დაფიქრდებით და ის ძველი ურთიერთობა, რომელიც გქონდა, თქვენ მას დატოვებთ ახლა უკან და უკვე დაჯდებით და დაფიქრდებით, რომ არა, მინდა სხვა ურთიერთობა, შეიძლება დავუშვოთ სადმე საზღვარგარეთ წახვალთ, იმიტომ რომ აქ არის ძალიან საინტერესო, არის ეს გლობუსია და ავტობუსი ზის და გოგო ფიქრობს, საწავიდე მე რა გზა ავერჩიო, ხო? შეიძლება ხა არ გამოვრიცხავ, რომ ამ არკანით დავუშვოთ შემოვა ადამიანი, вообще უცხოელს გაიცნობ, ან ინტერნეტში გაიცნობ. თუ დავუშვოთ თქვენ ნორმალური სტაბილური ურთიერთობა გაქვთ, ესე იგი შეიძლება აქ უბრალოდ თქვენს პარტნიორთან სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. კი ბატონო, იმიტომ რომ აქ რაღაცა იცვლება, ნამდვილად იცვლება რაღაცა რთული პერიოდი თქვენი ცხოვრებიდან მიდის. აქ თითქოს რაღაცა სამი მაღალი არკანი გადმოვარდა, რომ ანუ დასრულება მიდის რაღაცა სირთულეების რა, სირთულეების, იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ, რომ აქ უკვე პრინციპში თქვენი საგვარეულო ჩაერთო და ანუ თქვენც ბევრი რამე უკვე შეცვალეთ, ხო? აქ
უკვე სხვანაირი გახდეთ რა. ბევრს ფიქრობთ მაგ თემაზე, ბევრს მუშაობთ და ეს უკვე იცვლება ფორტუნა ჩაერთვით, თქვენსკენ არის ფორტუნა. ამიტომ ცვლილებები უეჭველი იქნება, შეიცვლება რაღაცა თქვენს ურთიერთობაში. ან გეუბნებით თუ ვინმეს არ აყავს, ახალი შემოვან თუ ელოდებით, ხო? ვნახოთ ახლა ჩვენ რამდენად იქნება თქვენი აქტიურობა. და რამ კი, კვერთხების მეფე. თავისთავად აქტიურობა იქნება. ანუ ნახეთ, აი ხო არის ზომიერება ხო გამოვიდა, მაგრამ ზომიერება არის, ზომიერად ყველაფერი იქნება, თქვენ დროს სწორედ დახარჯავთ. გაიგეთ, ანუ ყველაფერის პრინციპში თქვენ ახლა დროს მისცემთ რა, მაგრამ აი ზომიერება იმას არ ნიშნავს, რომ თქვათ არაფერი всё დაჯექე და ყველაფერი გაჩერდა. არა. უბრალოდ ზომიერად სასიამოვნოდ, როგორც ჩემთვის იქნება კარგად, ხო? და მაგრამ საქმეებში და აი თქვენი ცხოვრება ნამდვილად იქნება აქტიური. შეიძლება დაუშვათ ახლა კვერთხების, მეფე ახლა ძალიან აქტიური პერსონაჟი, ეს არის საქმეც რა თქმა უნდა, ეს არის შეიძლება თქვათ გადაადგილება, სადმე წასვლა, მოსვლა, რაღაცა აი ბიზნესები, ყოველ შემთხვევაში იმაში რითიც ხართ თქვენ დაკავებული, ძალიან ძალიან ბევრი გექნებათ ქმედება იქნება ძალიან მობილიზებულები კი იქნება და დინამიჩნია. Так, ნახოთ ახლა რა შეიცვლებათ საერთოდ თქვათ აი თქვენ ურთიერთობის სფეროში, ურთიერთობას ამ შემთხვევაში ახლა მე პარტნიორს არა პარტნიორზე ვნახეთ ჩვენ, საერთოდ ზოგადად საჯაროდ, ხო? ან ახალი თქვათ ახლა ნაცნობი და ასე შემდეგ. ოიმე ძალიან, იცით რა არის? აქ ესეთი ძალიან იქნება კარგი პერიოდი, იმიტომ რომ თქვენთან ხო გეუბნებით, ახლა შეიძლება თქვენ დაუშვათ ისეთ საზოგადოებაში მოხვდებით, სადაც იქნება ზოგისთვის, ნახეთ, თქვენი ძალიან დაგაფასებენ, ძალიან თქვენი დაფასება მოხდება. ვიღაცა იქნება აი თავის ნათესავებთან უფრო მჭიდროდ, უფრო თქვათ, უფრო კარგად დამოკიდებულება ქონათ, უფრო კარგი, უფრო მჭიდრო, უფრო ნაყოფიერი. აქ შეიძლება იყოს, ესე იგი, თქვენი დაუშვათ ახლა თუ ყავთ მეგობრები, კიდე აი უფრო კარგად იქნება. აქ სხვათა შორის შეიძლება რატომღაც ესე მოდის ინფორმაცია, ვიღაცა შერიგდება. დაუშვათ, მაგრამ აი ის რომ ძალიან მაგარი იქნება ეს თქვენთვის სიტუაცია კი, იმიტომ რომ აქ даже ვეტყოდი რა, თუ ცვლილებაზე ვლაპარაკობთ, აი ხო გეუბნებით, უფრო მყარი, უფრო ერთგული მეგობრები მოდიან თქვენ ცხოვრებაში, აი რაღაც კომფორტული ზონა ნამდვილად იქნება აქ უეჭველი. და აი უნდა ამეღო მაღალი არკანი, მაგრამ რჩევა არის ცხრიანი პენტაკლების, ისე ყურვები და პენტაკლები, ხო, ეს არის ჩვენი მასტი და ამიტომ აი ეს არის ზუსტად ეს პერიოდი გექნებათ რჩევა, რომ მიდი არ ენერგიულო, არაფერზე იცხოვრო ისე, როგორც შენ გსიამოვნებს, როგორც შენ გინდა, ყველაფერი აბსოლუტურად იქნება შენთვის, უბრალოდ დაიჯერო, რომ ყველაფერი ეს სიუხვე რაც არის შენთვის ნამდვილად და ეს დაიწყე ცხოვრება, ანუ შენთვის, შენ თუ იქნები კარგად, შენ თუ იქნები ბედნიერად, შენ თუ შენს თავზე იფიქრებ იმაზე, აი თქვა, კიდე რა ვასიამოვნო, ჩემი თავი დამიჯერეთ. თქვენ ახლა, აი ნახეთ ახლა ეს როგორი მომენტი არის, შეიძლება ზოგს ახლა დაუშვათ, ახლა ვერ ხვდება ეს რას, აი ეგოისტი ვარ, ყველაფერი ჩემთვის, არა, ნახეთ ეს რა ხდება. ადამიანს შეუძლია აი დახმარება, ხო, დაუშვათ თქვენ ახლა, თქვათ გინდათ ვინმეს დაეხმაროთ. ეხლა ნახეთ, ერთხელ კარგია დაუშვათ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ შენ თუ დაუშვათ, შენ თვითონ არა ხარ აი ამ ენერგიაში, შენ თვითონ არა გაქვს ეს სიუხვე რა, ეს სიუხვე მომწონს ეს ძალიან ეს სიტყვა, იმიტომ რომ ეს სიუხვე ნიშნავს, ანუ მთლიანად შენი შინაგანიც და შენი გინდაც ახლა მატერიალურიც, ხო? როცა შენ თვითონ გიჭირს და შენ ეხმარებ, მე სხვადასხვა მქონდა ადრე ეს თავში ესეთი დადგენილება, რომ ყველაზე მეტად ვაპასებ მეთქი იმ ადამიანს, როცა თვითონ უჭირს და სხვას რო ეხმარება. მაგრამ ეს როგორი მომენტი არის, აქაც გააჩნია როგორ. ეხლა შეიძლება სიტყვაზე ეხლა შენ თუ გაქვს 10 ლარი და ვიღაცა გეუბნება, რომ ვამე სულ არა მაქვს ფული, იქნება 1 ლარი მომცე
ეს სხვა თემა, შენ აძლევ, უკვე შენ უფრო მეტი გაქვს, ხო? შენ უკვე გაქვს ეს სიუხვე, ხო? შენ უკვე არ რჩები სუნთლად და შენ თავისუფლად აძლევ ამ ადამიანს, გულით აძლევ და იმას უფრო დაეხმარება ეს შენი გაცემული. შენ თუ დაუშვათ ზიხარ და ის რა ქვია, თვითონ ეხლა ეს ბოლო 10 ლარი და არიცი რა გააკეთო, ეხლა ეგაც კი ბატონო შეიძლება ზოგჯერ მოხდეს ისე რომ შენ ის ბოლო 10 ლარიც მისცე, მაგრამ გააჩნია როგორ, ეს უკვე შენი შინაგანი სიუხვე არის, გაიგეთ, მაგრამ აი როცა შენ ნამდვილად ყველა სფერო გაქვს, აი ნახეთ, ბოროტე ადამიანი, ხო, უბედური ადამიანი, რანაირად გასცემს სითბოს, სიყვარულს და დაბოღმილი ადამიანის, რანაირად და მისცემ, ნუ სხვას როგორ გასცემს სითბოს და სიყვარულს, ხო, ვერა. ესა გამორიცხულია, ხო? ის რა თქმა უნდა, მაგას რაც არ უნდა გაუკეთო, ყოველთვის იქნება დაბოღმილი და უკმაყოფილო, ხო? ეხლა შეიძლება ცუდი ადამიანი არ იყოს, მაგრამ ეთყობა რაღაცა შეიძლება აწუხებს მაგას და იმიტომ უშვებს თქვათ ეხლა ასეთ ენერგიას. როცა შენ ღარები ხარ და არაფერი არ გაქვს, შენ არაფერი გაგაჩნია, ხო და არსაიდანაც არა, რანაირად, ანუ ეს არის კი ბატონო, შეიძლება გასცემ, შეიძლება კი დაუშვოთ შენ ეხლა აი ნუ რა ვქნა, აი 10 ლარი მაქვს და შემიძლია გავცე და კი, მაგრამ შენ თუ იცი რომ აი არ ვიცი შემოვა თუ არა ჩემთან თანხა მე აზე არა ვარ და მაინც დაუშვოთ ეხლა აზრი ეს მომენტი იქნება კარგი, შეგზნება, მაგრამ მერე დაიგრუზები მაინც, იმიტომ რომ კი არა რომ შენ იმას მიეცე ეს დაუშვოთ ხო დახმარება. იმიტომ რომ შენ არაფერი აღარა გაქვს. всё. და ის მომენტი ხო კაი იყოს ეხლა ნუ რა ვქნა მე ვიყო. ეს იგივე არის სხვათა შორის გინდა თქვათ მშობლებზე გაცემული თანხები, გინდაც ეხლა როცა შვილები აი ასე, როცა მშობლები გაჭირვებიდან აი ასე ოღონდ ჩემს შვილს ქონდა, ეს არის როგორც ეს არ მუშაობს კარგად არც თქვენთვის, არც იმისთვის, ვისაც თქვენ აძლევთ. ნუ ეს ძალიან თემა, ჩვენ შეგვიძლიათ მაგაზე ბევრი ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ნამდვილად ისეთი თემა არის, რომ რა ვიცი, მაგრამ ნუ მე მგონი ახლა მინდოდა უბრალოდ ამექსა თქვენთვის რას ნიშნავს, როცა მე ვარ კარგად. აი რომ კარგად მინდოდა რომ სწორედ გაგიგოთ თქვენ ეს ამ სიტყვის მნიშვნელობა, რომ აი ეს არის რაც არის რა და მე გისურვებთ თქვენ იყოთ მეცხრე ენერგიაში, აი ამ პენტაკლების ენერგიებში, სულ ეს ძალიან მაგარი ენერგია და ძალიან კარგად. აი როცა ყველაფერი გიხარია, როცა ცხოვრება გიხარია, როცა შენ აი ღმერთმა რაკას ვინმეს რომ გაუჭირდეს, რომ შეგიძლია ხელი გაუწოდო, როცა შენ უბრალოდ გინდა საჩუქრები გაუკეთო ვინმესთვის, ხო? უბრალოდ გინდა ასიამოვნო ვიღაც. აი ეს არის ესეთი ენერგია, იმიტომ რომ შენ გაქვს, იმდენი გაქვს, რომ შენ შეგიძლია გაუკეთო სხვას. ეს აქ მე არა მაქვს ლაპარაკი მილიონერია, მილიონერობაზე შეიძლება მილიონერიც ხარ, მე რა ვიცი, მაგრამ თუ დაუშვათ უბრალოდ ხარ ან ხელფასზე, ან თქვათ საქმე გაქვს შენი და ბიზნესი, ხო? აი ესეც ძალიან მაგარი ენერგია, რომ შენ ახლა იმდენი გაქვს, რომ შეგიძლია გასცე და სხვებსაც დაეხმაროთ. მიხვდით ჩემო ლამაზებო? აი ნახეთ, მე 10-9 ენერგია, ეს არის თქვენი საუკეთესო ენერგია. და აი ეს გქონდეთ სულ, არა რაღაცა პერიოდის, აი სულ გქონდეთ თქვენ აი ეს რომ თქვენ თვითონ როცა კარგად ხარ, ნახეთ ჯერ 9-იანი, მოდის მე 10-იანი. აი როგორც მე ვასწავლე ხო ტაროს ჩემოსწავლებს, რომ ჯერ მიდის, ანუ შენ უნდა გახდე კარგად, რომ მე გასცე სხვებს სიხარულის, ბედნიერებას, ფინანსური დახმარება და ყველაფერი და რასაც მე თქვენ გისურვებთ ყველას.